მოგესალმებით. დავრჩით მარტო. მარტონი ვართ მე და ნანიკო, ჯანეტის კამი ცარიელია. პატივს მივაგებ და იცი რა, ყველაზე მეტად ისე ვფიქრობ, ეს ახალგაზრდა გოგო რო გაუშვი და შენ ამ მოციფულას აქში რა გავაკეთებ და ენერგია ხო გჭირდება. ეხლა ვილაპარაკოთ დღეს სილამაზის შენარჩუნებაზე, ეს მე და შენ ძალიან გჭირდება. შენ არა, შენ ახალგაზრდა. კარგი, მე უფრო სარკე არ მაქვს წამოღებული, თორე ჩაგახედებდი და გეტყობდი. მე და ნანიკო დღეს ერთმანეთს ვეფერებით ძალიან, რომ ისეთი თემა გვაქვს, ეს რო არ გავაკეთოთ, ძალიან ცუდ დღეს ჩავარდები. მე და შენ თუ მოვეფერებით შემოსოფიკო ისევ ერთმანეთს. სხვავინ მოგეფერება. რა თქმა უნდა. რა მაინტერესებს იცი? მე მაინტერესებს თუ ოდესმე გიცდია რომ თქვა შეინარჩუნო ახალგაზრდობა, ან რაღაცით ებრძოლო აი ნაოჭებს თუ დარბილებას თუ რაღაც არ ვიცი რა დავარქვა კიდე ასაკს მოდი ესე ვთქვა ციბერეს მაპატიე ძალიან ინდივიდუალურია. მე მაგალითად ისიც ვერ გავიგე, როდის აღარა ვარ გოგონა. არა, გოგონა ხარ ყველა შემთხვევაში. ხო, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ეს ქალბატონო მიმართვას ვერ ვიტან, არ მიყვარს. ვინ მოგმართავს? არიან ვიღაცები მომართავენ. ხო, ქალოს ქალბატონო ჯობია, არის ესეც. ნუ რა ვიცი ხა რო შეგხედავ ალბათ ბუნებრივია რომ ქალბატონო სოფიკო გითხრა ეს პატივისცემის ნიშანია მხოლოდ და მხოლოდ და არა თქვა ხაზგასმა რაღაცებზე და როდის იგზენი პირველად რომ არა ხარ გოგო მაპატიე აღარა ხარ ნუ როცა ალბათ თმის შეღებას იწყებ რაღაც ნაოჭი გაგიჩნდება ერთი ცალი და ვფიქრობ რომ მაგრამ მე მტკივნეულად არ გადამიტანია ეს ყველაფერი და არც ახლა არ განვიცდი ამას იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ბერდება გული და გონება და სხეული ნაკლებად იმიტომ რომ სხეული ძვერდება ახლა ნუ მე წინააღმდეგები იმიტომ რომ ჩვენ ერთ დღეს სარკეში ჩაიხედები გაიცინებ აღმოაჩენ რომ აქ ნაოჭები გაქვს ცოტა გაიხედავ გამოიხედავ მიხვდები რომ აქ ჩაღრმავდა ხელს მოიკიდებ მიხვდები რომ დარბილდი აქ ჭაღარა აბა რა არის ეს მე განსაკუთრებულს არაფერს არ ვაკეთებ და არასოდეს არ გამიკეთებია იმისთვის რომ რაღაც განსაკუთრებულად გაგვი მე მაგალითად მგონია რომ გენეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვება და ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების წესი ძილი აუცილებელი. და შენ გონია რომ აი ეს ყველაფერი რო შევასრულოთ, არაზოს არაფერი არ დაგვემართება. ყველა ბერდება. არ დაბერდებით? ყველა ბერდება. გამორიცხული კოკო შანელი დაბერდა და ელიზაბეთ ტეილორი დაბერდა. კოკო შანელი პაპიროს ეწეოდა და იმითო დაბერდა. პაპიროს მეც ვეწევი მე. მე აღარ ვეწევი. კიდეც მოვწევ, კიდეც დავლევ, კიდეც ვინერვიულებ და მაინც არ დავბერდე. და მე შეხედეთ სოფიკოს და აიღეთ მაგალით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, სულ ჩვენ რამდენიმე წუთში შემოგვერთება ქალბატონი მარიამ კუკუნაშვილი, რომელმაც ასეთი ენციკლოპედია გამოსცა. ჯერ არ არის გაყიდვაში, სულ მალე იქნება. მოკლედ, ჯანმრთელობის სილამაზის შენარჩუნებისა და დაბერების გადავადების შესახებ. ჟღერს ხო? ხო, ალბათ ბევრი საინტერესო რაღაცას გვირჩევს ისეთ ჩვენ დილეტანტები ვართ ამ საკითხში ხა და რაღაც გვინდა ისეთი ადამიანი, რომელიც გვასწავლის როგორ არ დავბერდეთ. სადამდეც მოვედით, ჩვენით მოვედით და ხა იქნებ მომავალში რაღაცა გვეშვება. ლაპარაკობ ამ ყველაფერს თან შენი ასაკი ვიცი. რას ნიშნავს მოვედით? გამოიყურები იდეალურად. ხასიათი გაქვს ჯანეტის ხელა ბავშვის. მართლა გეუბნები. ერთადერთი ვარ და განუმეორებელი ნანიკოს ძალიან უყვარდა და იმიტომ არ ხარ, აჰა, დაგიჭირეთ მაგრამ ვერ ვიტყვი რომ შენი ასაკი რაც გაქვს რეალურად შეესაბამება შენ ფიზიკურ მონაცემს და შენ განწყობას. ამას ვამბობ სწორედ რომ არ ბერდება სხეული თუ არ ბერდება სული და გონება. და სული არ ბერდება თუ რამე ხრიკი გაქვს ისეთი რითიც არა, კი მაქვს, ხრიკი მაქვს. არ უნდა შეგშურდეთ არასდროს არავის. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შური აბერებს, ბოროტება აბერებს ადამიანებს და აბერებს, ნუ რა თქმა უნდა, კიდე რაღაც ფიზიოლოგიური რაღაცები არსებობს, რაცაც პატარა-პატარა დეტალები, რომელიც აუცილებლად ქალმა უნდა იცოდეს. ხო, მაგრამ სოფიკო, ახლა კიდევ ვფიქრობ პარალელურად შენ რო საუბრობ და მე მახსენდება ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, ნაცნობი, რომელიც ბიოლოგიურად ჩემზე ბევრად პატარაა, მაგრამ ნუ მოხუცია. ხო, ნუ 25 წლის მოხუცი არ გინახავს. მე 12 კლასში წავდა მოხუცი კლასელი მაგალითად. ისევ იქ მივდივართ, გონებით არ უნდა დაბერდე. ნაოჭ რა უყოთ? როგორი იყო მე 12 კლასში მოხუცი? ნუ აი რაღაცა სულ ცუდ ხასიათზე იყო, არაფერი არ მოწონდა რაღაცა სიახლეები რაც იმ დროისთვის იყო ჩვენ. ანუ იდენტური პრეტენზიები ქონდა, რაც ხშირად გვესმის ხოლმე ასაკოვანი ადამიანების. ამაზე ვლაპარაკობთ ახლა მე და შენ ზუსტად, რომ არის რაღაცეები, რაც აბერებს ადამიანს შინაგანად და ეს შინაგანი დაბერება გარეგნულადაც ეტყობა, თორე ისე თუ გაქვს ბევრი ფული, დღეს არასდროს არ დაბერდები. დღეს ამაში კიდევ ბოტოქსი. რა თქმა უნდა, აუცილებლად. ეს აღარ არის ხა პრობლემა. გაიკეთე მკერდი, გაიბერე ტუჩები და არაფერი არ გჭირდება. მე პატარა რემონტს ჩავიტარებდი. მოკლედ ამასთან დაკავშირებით და მენტალობა უნდა გქონდეს კიდე ახალგაზრდული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია. კი, უბრალოდ მე მაყურებელს მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მარიამი, რომელმაც დაწერა ეს ენციკლოპედია ჩვენი სტუმარია და მე მინდა ის სტუდიაში შემოვიპატიჟო, კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ უბრალოდ ჯანმრთელობის სილამაზის შენარჩუნებისა და დაბერების გადავადების შესახებ. ამას გარდა ჩვენი სტუმარი იქნება ჩვენი მუდმივი პარტნიორი კარაფს მედლაინის წამყვანი ქირურგი, პლასტიკური ქირურგი ბატონი კონსტანტინე
თითაშვილი, რომელიც ლიპოსაქციაზე ისაუბრებს, როგორც ვიცი, ეს ყველაზე მოთხოვნადი ოპერაცია დღეს. ესე ეხლა კი მარიამს მინდა ვთხოვო შემოსვლა. მარიამ გამარჯობა, დიდი მადლობა. გამარჯობა, მოგესალმებით. მართლა რა ლამაზი ყოფილა ქალბატონი მარიამი. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ესეთი ახალგაზრდა და მშვენიერი ქალბატონი. რამდენი წლის ხართ? ბოდიშ ვიხდი ამ შემთხვევაში. 34-ის. ახალგაზრდა. ჩვენ გადავშალეთ უკან აქ მოვიძიეთ დაბადების ასაკი, გამოვთვალეთ და აი ასეთ ასაკში რატო გადაწყვეტეთ ამაზე ზრუნვა ფიქრი და ჩემი აზრით ამაზე ზრუნვა ყველა ქალმა უნდა დაიწყოს 30 წლის ზემოთ უკვე. რადგან ითვლება მეცნიერულად, რომ დაბერება იწყება უკვე 30 წლის ასაკიდან და ყოველწლიურად მიმდინარეობს 1%-ით. მხოლოდ 1%-ით და 30 წლის მერე იმისათვის რომ მოხდეს დაბერება 30 წლის შემდეგ 1% რომ ვიანგარიშოთ, ხომ გამოდის რომ 100 წლის უნდა დაბერდეს ადამიანი. თუმცა ჩვენ ხედავთ რომ 50 წლის, 60 წლის ადამიანები უკვე არიან დაბერებულები და უამრავი თანხლები დაავადებებით. კი, მეტნაკლებად. მე ნუ მიყურებთ, იმიტომ რომ 51 წლის ვარ, შემოხედეთ. თქვენ კარგად როგორ გამოიყურებთ. გამოვიყურები? ოპერატორების საყურადღებოდ. და არა მარტო ოპერატორების, მე მაყურებელსაც მინდა მივმართო. ყოჩახ სოფიკო. ეს ისეთი ლირიული გადახვევა. ხო, მაგრამ გადასარევი. თემაზე. ხო. კი, უკვდავები ნამდვილად არავინ არ ვართ, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობა შეგვიძლია გავზარდოთ და თან შეგვიძლია დაბერებას ყოველთვის ახლავს თანმხლები დაავადებები, ხომ? ძველ რომში სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომის იმპერიის დროს სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო 28 წელი. შემდეგ იზრდება დასავლეთ ევროპაში გახდა 47 წელი. დღეს ითვლება, რომ ამერიკაში 80 წელია, 85 წელიწადი დაბერების მიუხედავად იმისა, რომ ამბოგერებს ანუ ეს არის მიღწევადი, ასე ვთქვათ, გადავადება ამ პროცესების. არა, ბევრი გიფიქრიათ, როგორც ხედავ, ძალიან ბევრი წაგიკითხავთ, ალბათ შეგიგროვებია და ბოლოს აი ესეთი არაჩვეულებრივი ენციკლოპედია გამოგიციათ. როგორ უნდა შევაჩეროთ? მარტივად რომ გითხრათ, შეიძლება სიბერე. ანუ როგორ შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს და გვიხარია. სიბერე შევაჩეროთ უკდავი ნამდვილად არავინ არ ვართ, მაგრამ თუმცა არსებობს უამრავი პრევენციული საშუალებები. საქართველოში პრევენციას დიდად არ ექცევა ყურადღება. სამედიცინო უნივერსიტეტში კათედრაც არსებობს პრევენციის, მაგრამ ყველაზე ის ნაკლებად ყურადღება იქცეული კათედრაა ეს. ანუ პრევენცია ნაკლებად ჩვენთან პრევენციის კათედრა არსებობს. კი, ჩვენთან მიდიან იგივე იმ პლასტიკურ ქირურგთან, როცა უკვე გაჩნდება. არც მე არ გამიგია ესეთი კათედრა. კი, არსებობს. კი, დიახ. მეხუთე სართულზე. და რა საგნებს რა იკითხება? აი რა საგნებია, რა საინტერესოა? იგივე კვების მედიცინა, როგორც დაავადებების პრევენცირებელი საშუალებები და ყველაფერი რა საშუალება. მართლა ერთი ორი სიტყვით მოკლედ შეიძლება გავიგო. ძალიან დავინტერესდი. საშუალება რის დაბერების? რო არ დაბერდეს. არა, რომ არ დაბერდეს ესეთი რაღაც არ არსებობს, მაგრამ არის უამრავი პრევენციის ღონისძიებები, ხომ? ესე ერთი სიტყვით და ერთიანი ფორმულა არ არსებობს, თუმცა დავიძინო დროზე ბევრი წყალი დავინო, სასახის ამბობით, თქვათ კიდე რა შეიძლება არ მოწო სიგარეტი, არ გავირუჯო, ალბათ რაღაცა ზოგადად ყველაზე მთავარი ჩემი აზრით ვფიქრობ არის ფსიქოლოგიური განწყობა და ის რაც ჩვენში დევს ტაბუების სახით. ითვლება რომ ზრდასრულ ადამიანს ბავშვობაში ესმის ძალიან ბევრი ფრაზები, რომელიც ეს ქვეცნობიერში ლაგდება როგორც მზა კოდები და ამ მზა კოდების ოდენობა საათებზე რომ გადაამრავლეს მეცნიერებმა გამოვიდა რომ არის 25000 საათი. ანუ ისე ინფორმაცია ბავშვობიდან კოდირებული. ჩვენ ვიბადებით და ვიზრდებით იმ გარემოში, სადაც სულ გვესმის რომ ადამიანები ბერდებიან, ავადდებიან, ავადხდებიან, 30 წლის რომ გავხდებით ნაოჭი უნდა გაჩნდეს, 40 წლის რომ გავხდებით, კანი უნდა მოგვეშვას, 50 წლის რომ გავხდებით რაღაც უნდა, ანუ ეს მზა კოდები არის როგორ გავზარდო ბავშვი ეს სტერილური რომ ან ეს ინფორმაცია არ მიიღოს. სტერილური არ უნდა იყოს, უბრალოდ ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ჩვენი პროგრამები ტვინში. ტვინი არის იგივე მეგაკომპიუტერი, რასაც რა პროგრამებსაც შენ ჩატვირთავ, ხო? იმ პროგრამების მიხედვით იწყებს შემდეგ ბიოლოგიური სისტემების მე მინდა უკაცრავად შეგაწყვეტინებთ, მაგრამ სად არის ის ჩვენთვის დღემდე ცნობილი თეორიები, უნდა იკვებოს სწორად, უნდა დალიო ბევრი წყალი ერეცნანი კომკითხად წეღან. მაგალითად ბრეგის თეორია, რომელიც 80 წლის ასაკში გარდაიცვალა და 25 წლის ორგანიზმი ჰქონდა, ვოცერფინგზე გარემოში გარდაიცვალა, ხო? არა, ეს თავისთავად ეს მეც წიგნით დაყოფილი მაქვს სხვადასხვა თავებად, ერთ-ერთი არის ეს ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომელიც აქ განხილულია ასევე კვანტური ფიზიკის საკითხები, რომლის მიხედვითაც უჯრედი მოლეკულა იშლება ატომებად, ატომები იშლება ელექტრონებად, შემდეგ რაღაც
დიდი ენერგიებად, რაოდენობით პროცენტს ანუ ყველაფერი კარგავს, ხო? მატერიალურ სამყაროში ყველაფერი დადის ენერგიის დონეზე. ჩვენ ამ ენერგიებს როგორ გამოვიყენებთ, ჩვენ და სასარგებლო თუ ჩვენ და საწინააღმდეგო, ეს არის ჩვენი არჩევანი. ის რასაც მატერიალური თვალი აღიქოს, მაგალითად ჩვენ აღვიქოთ და ხედავთ რომ ადამიანი ბერდება, ხო? თუ ჩვენ ამ ინფორმაციებს შევცვლით განსხვავებულად იქნება ასე, იმიტომ რომ მატერიალური აღქმა სამყარო როგორც ობიექტური სინამდვილე არ არსებობს. მატერიალური აღქმა არის ძალიან სუბიექტური, მაგალითად აგერ სკამი არის უძრავი, ხო, მაგრამ თუ კოსმოსიდან გადმოვხედავთ, მოძრაობს 1000 კილომეტრის სიჩქარით და ასე შემდეგ. გეთანხმებით, მაგრამ ეს არის ძალიან ზოგადი და ეს ფილოსოფია არის, იც მე ვერაფერს ვერ უზამ ჩემს ხელს, იმიტომ რომ მართლაც მე კოდი მაქვს ბევრი 25000 ინფორმაცია ფილოსოფია არის, ეს არის ფსიქოლოგია. ავიღოთ მაგალითად სპორტში, მე არ ვიცი საქართველოში როგორ ხდება, მაგრამ სოფლიოში ყველას ყავს mental coach-ები, ასე ვთქვათ, ითვლება რომ თუნდაც სპორტში მიღწევები არის 50% მენტალური წვრთნა და 50% ფიზიკური წვრთნა. რომ ჩაატარეს ცდები აღმოჩნდა რომ იმ ჯგუფებს, რომელსაც ჰქონდათ მენტალური წვრთნა გავლილი, იმათ ჰქონდათ მაღალი შედეგები, თანაბარი ფიზიკური შესაძლებლობების აღმოჩენით. ანუ ეს ფაქტორი, რაც შეეხება კვებას. ეს რა თქმა უნდა, არა, უკაცრავად, სანამ კვებამდე მივალთ. ჩვენი სხეული თავდაპირველად შექმნილია ენერგიით და ინფორმაციით და არა მყარი მატერიით. ამბობთ თქვენ წიგნში, ხო? არის. აი, თუ შეიძლება აგვიხსენით, რას გულისხმობთ ამაში კონკრეტულად? ამაში წეგან ვახსენე ზუსტად, რომ შედგება ეს ყველაფერი დაიყვანება ენერგიებამდე, ფიზიკის კუთხით თუ განვიხილავთ, ხო? შექმნილიაო ამბობთ. შექმნილია თუ და იცით რა თუ ჩვენ შექმნილი ვართ 70% არის წყალი ვართ მოვლეკ უჯრედებისგან, ქსოვილებისგან, ორგანოებისგან, ანუ თუ ასე დავშლით, ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილაკებისგან, ბოლოს რასაც მივიღებთ, ეს იქნება ენერგიის მატარებელი ფლუიდი. 100%-ით გეთანხმებით, მართლა გეთანხმებით, მაგრამ მაინც ცოტა არარეალურად მეჩვენება, მე უბრალოდ მითხრეს, რომ 25 წლის შემდეგ კოლაგენი აღარ გამოიყოფა ჩემს ორგანიზმში, რაც პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს, რომ მე უნდა დავნაოჭრე. რა ვუყავ? ანუ და მიიღო კოლაგენი დამატებით, ეს კოლაგენი დამატებით ძალიან რთულად მიიღება და ძალიან რთულად არა, რა თქმა უნდა, ეს უჯრედების ცვეთა მიმდინარეობს, მაგრამ უჯრედებს გააჩნია ასევე განახლების უნარი, ხომ არის? რეგენერაციის უნარი გააჩნია. კოლაგენის გამომუშავება, ამიტომ თქვი რომ 30 ასაკის შემდეგ უნდა მოხდეს უკვე ამებზე ზრუნვა. ხდება, რა თქმა უნდა, უჯრედების დაზიანება და ამაზეც არის საუბარი მაგ წიგნში, როგორ უნდა მოხდეს ამ უჯრედების განახლება. მოდი, რეკლამის შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ წიგნზე, ალბათ რეალური საბაბი გქონდათ, რომ ეს ყველაფერი შეგეკრიბათ, დაგეწერათ და შემდეგ გაგეყიდათ. რეკლამის შემდეგ დეტალურად ვისაუბროთ ენციკლოპედიაზე, დაგველოდეთ. შოუ დაბრუნდა პირდაპირ ეთერში, არ დაიბნეთ მეგობრებო, ჩვენ ძალიან პატარა ვიდეო რგოლს გიჩვენებთ, თუ როგორ ჩნდება, იზრდება, ბერდება ადამიანი. და სწორედ ამის წინააღმდეგ არის რაღაც რჩევები, რომელსაც მარიამ მოგვიმზადა, ხო? მოდი, მანამდე კარგად დავაკვირდით, რა ხდება ჩვენს სახეზე ასაკთან ერთად. ეს 80 წლიანი პროცესი ჩვენი ცხოვრებისა, საშუალოდ 80 ავიღოთ, წუთ ნახევარშია ჩემ მარიამ რაღაცნაირად ჩატეული. აბა ჩემ ასაკს თუ გამოვიცნობ, როდის იქნება? სოფიკო, უყურე შენ ჩემი ასაკი გამოიცანი. ეხა აი 20 გადაცდა ჩემი აზრით, არა? აი ეს გვემართება მეგობრებო, რაც არ უნდა სიგარეტი არ მოუწიოთ, რაც არ უნდა გავირუჯოთ, რაც არ უნდა, რა ვიცი კიდე რა შეიძლება. წყალი ბევრი ვსვათ. წყალი ბევრი ვსვათ. აი უახლოვდება 30-ს, ასე მგონია. მე მგონი უფრო მეტია უკვე. მეტია მარიამ? როგორ გონია? კი, აი თვალები ნახე, ჩამოუსვა. არა, აი, როდესაც ნიკა გვერდზე ჩნდება ეს დაკიდული ხორცები პატარა, ეს უკვე ნიშნავს, რომ 40-მდე არის უკვე, კი. აი ხლა უკვე ჩემ ხელაა. აქ უკვე მეტია. არა, აქ ტოლები ვართ. აი ხა ეს არის დაახლოებით ჩემ ხელა. მე და ეს ერთი ვართ, ნანიკო, თქვი გეხოთ. არა, სოფიკო. არა, ეს უკვე 60-მდე ალბათ, ხო, მარიამ? ხო, ეს უკვე მეტია. და მორჩა? არა, არ მორჩა, ის კოლგა. მორჩა, კარგი, 60-ზე შევაჩეროთ დღეს ჩვენი პატარა ვიდეო რგოლი. ნუ 80-საც არის, ოღონდ უფრო ალბათ ჩამოკიდული აქვს რაღაც ნაწილები, უფრო თვალებიდან აოჭებული აქვს და დიდი სევდა აქვს ალბათ თვალებში. და მარიამ, დავუბრუნდეთ ისევ მარტივ რჩევებს,
როგორ ვებრძოლოთ ამას, რაც ეხლა ჩვენ ერთად ვნახეთ ყველამ. და თქვენ რა პროცედურებს იტარებთ? არა, პირველ რიგში მაყურებელს ვუთხრათ, ვინ არის მარიამი, რატომ გადაწყვიტა, რომ აი ამ ხელა ნაშრომი დაწეროს და რა კომპეტენცია გაქვთ, რომ აი ამაზე გვესაუბროთ? კომპეტენციას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ეს თემები ყველა ქალის კომპეტენციაა და რაც შეეხება დამატებით გარდა ამისა ვარ მაქვს სამედიცინო განათლება და ალბათ მაგანაც განაპირობა და ძალიან კარგია რომ ეს ინტერესი გაქვთ მართლა. წელიწად ნახევარში დავწერე და დავწერე თვითფრინავშიო რეკლამის დროს საუბრობთ. სუგზაშია და ხო მარიამ? სად მოგზაურობთ ამდენს? ბოლო 3 წლის მანძილზე ვიყავი 50 ქვეყანაში და აქედან დაახლოებით 25-ში 10 ჯერ 15 ჯერ 20 ჯერ და ანუ სულ თვითფრინავში. არასოდეს არ დაბერდება. არა, ამას გარდა შეიძლება რომ მაყურებელს ვუთხრა, მარიამს 7 ჯერ ქონდა უკვე ქორწილი, მაგრამ ეს ყოფილი ერთ და იგივე მამაკაცთან. ოღონდ რა ხდება? მარიამი ძალიან ბევრს მოგზაურობს და ცდილობს რომ ყველა ქვეყანაში სადაც ჩავა, იქაური ადათ-წესები და ტრადიციებით იქორწილოს. ეხლა უნდა ქონოდა ქორწილი და ალბათ რაღაცა სუბიექტური და ობიექტური მიზეზები გაქვს. გადაცემაში რომ ვიყავით თქვენთან, მაშინ ვაპირებდით მაშინ ბორაბორას ბილეთები დავაბრუნე და ეხლა გუშინ წინ დავაბრუნე მადაგასკარის ბილეთები, იმიტომ რომ რაღაც მოუცლელობის გამო და ვფიქრობ დეკემბერში ჩამოვყალიბდები სად და როგორ მადაგასკარზე. კარგი, სულ რამდენი იყო ქორწინება კიდევ ერთხელ? 7 კი, ეს იქნება მერვე. მე რო ქორწილი. აი მეგობრებო, სულ რომ ახალგაზრდები ვიყავთ, ერთი და იგივე მამაკაცთან. რაც შეიძლება მეტი დადები. თქვენ მეუღლე ალბათ ხო ფოტოებზე? ერთი და იგივე მამაკაცთან არ დაიბნეთ მაყურებლებო, ერთი და იგივე მამაკაცთან იქორწინა, მერვეჯერ იქორწინებს მარიამი უახლოეს მომავალში ბორაბორას. ეს არის მეშვიდე და მერვე წინ გვაქვს, ახლა დეკემბერში. თქვენი მეუღლე თქვენზე უფროსია? ჩვენზე უფროსია 2 წლით. და ამ სიგიჟეებში ყვებათ რომ 8 ჯერ იქორწინოს ერთ და იგივე ქალთან. რა მაგარია. აი უნდა შეხვდეს მეუღლე ასეთი, რომელიც წელიწადში 50 ქვეყანას მოგატარებთ, უნდა იქორწინოთ 8 ჯერ თქვენს მეუღლეზე და წყალს უნუდალებთ თუ გინდათ. არაფერი არ დაგაბერებთ. მოუწიეთ რაც გინდათ ხელი. კარგი, ახლა სერიოზულად დავუბრუნდეთ ისევ დაბერებას. ერთ-ერთი მიზეზი ხომ არ არის ფაქტორი არ დაბერების სტაბილური ქორწინება? მე არ ვფიქრობ, რომ ეგ შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი არ დაბერების. თავარია ადამიანი კონდეს დადებითი ემოციები, პოზიტიური, რაც სტრესი. ხო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ როდესაც საყვარელი კაცი ყავთ გვერდზე, რეგულარული სექსი გაქვთ, ეს ძალიან ბევრს. რა თქმა უნდა, მეცნიერებმა შეიმუშავეს რაღაც შკალა, ადამიანები, რომლებიც უფრო ადრე ბერდებიან, რომლებიც უფრო გვიან ბერდებიან და მათ შორის ერთ-ერთი არის ის რომ იყო შეყვარებული ეს ქორწინებაში რამდენჯერ იყო და ეს არ არის გავარია რა გჭირდება მე და შეთურმე და ჩვენ კიდევ ვეცეთ წყალს. კარგი, მე უფრო დეტალები ძალიან ბევრი რამ მაინტერესებს. მარტო სექსი შეიძლება იყოს ბიძგი იმისთვის რომ არ დავბერდეთო, აი ეს ეიფორია საჭირო რომ მე შეყვარებული ვარ და მიყვარს. მარტო სექსი არა. რა თქმა უნდა, სექსთან უნდა ახლოვდეს დადებითი ემოციები, სიყვარული, კი. და მორალი. თერაპევტთან რომ მიდიხარ ან ნებისმიერ სხვა ექიმთან პირველი რაც იგეგმება სტაბილური სექსი გაქვთ თუ არაო და ძალიან პატარა რომ ვიყავ ვერაფრით ვერ ხსნიდი ამ კითხვის აარს და მე მივხვდი რომ ძალიან ბევრი ამას განაპირობებს ქალისთვის ალბათ, კაცისთვისაც დარწმუნებული ვარ. აურვერდულ მედიცინაში, ინდურ მედიცინაში, როდესაც ისინი მათგანაც რადგან ენერგიებზე მუშაობენ ამ დროს ენერგიის აღდგენის პროცესებზე. ხო, სექსი ხო გადის ენერგია, მაგრამ ასევე იღებ, ხო? ბალანსია. ხალხო მარიამ, მოგვიცით აი კონკრეტული რჩევები. სოფიკა, მოდი ეს ყველაფერი პატარა ანონსის შემდეგ ძალიან დიდი მადლობა, რამდენიმე წუთში უფრო პრაქტიკული რჩევები დაბრუნებით. ახლა კი ნახოთ რა ხდება. ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისთვის. 2 საათზე ჩვენ კიდევ დაგელოდები და გავიგებთ რა ხდება ახალი მსოფლიოში. მარიამი გაგვინრიცხდა. ეთერში ვარ. საფრანგეთში არავინ. კი, მე მინახია საფრანგეთში გაკეთებული ბოტოქსიანი ქალი, რომელიც ჩამოვიდა და არ დავასახელებ კლინიკას, იქ მკურნალობდა დაშავებულს. ჩვენმა ქირურგებმა უკურნალებს. ჩვენმა ქირურგებმა. შეიძლება ყველას დაემართოს, აქაც მაქვს ჩვენი ქირურგები. მე ვიცავ ხა ჩვენ ქართულ პლასტიკურ ქირურგებს, იმიტომ რომ არ არის ესე როგორც თქვენ ამბობთ. ნებისმიერა პაციენტმა იცის ინფორმაცია. კარგი. ჩვენ უბრალოდ რეკლამის დროს ქრონიკის დროს საუბრობდით პლასტიკურ ქირურგიაზე და ამან გამოიწვია ასეთი ვნებათაღელვა. დაუბრუნდეთ ქალბატონ მარიამს. აი კონკრეტულად რა რჩევები შეგიძლიათ მოგცეთ, რომ არ დაუბერდეთ?
კონკრეტულ რჩევებს რაც შეეხება ძალიან ბევრია 30 წლის შემდეგ იწყება ჰორმონების 30-დან უკვე იწყება ჰორმონების რაოდენობის შემცირება ეს ჰორმონებია დეჰიდროეპიანდროსტერონი და ზრდის ჰორმონი იკლებს მის რაოდენობა როგორც ქალებში ასე მამაკაცებში აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ჰოლივუდში და ევროპაშიც თუმცა 100%-ით მეცნიერთა უმრავლესობა თვლის რომ ეს ახანგრძლივებს ახალგაზრდობის პროცესს თუმცა არ არსებობს 100%-ით ამის დადასტურება და ძალიან ბევრი იგივე ჰოლივუდში და ყველგან არიან ამ ზრდის ჰორმონის ინექციებზე რომელიც საკმაოდ ძვირია. კარგი ახლა რაც მინდა ეგეც ცხოვრება თუ აქეთ ინერცია შეჭებული იგი ტაბლეტად ჩადებული ეს უნდა სიამოვნებდეს ადამიანი თუ არის ესთეტი და მოწონს თავი ესთეტიურად ლამაზად გამოიყენებდეს მე არ დამეზარება იმ ტაბლეტის გაკეთება. ასევე იყიდება საკვები დანამატების შემიძლია აფთიაქში ვიყიდო და რა არის კონკრეტულად არ ვიცი იყიდება თუ არა თუმცა არც დიასულფატი არ იყიდება არის ლინკები საიდანაც ხდება გამოწერა საკვები დანამატებია დეჰიდროეპიანდროსტერონი დანამატები ძალიან მოდაში ახლა ყველა ისე ყლაპავს ან დანამატს გონზე არ არის რას ყლაპავს კი მაგრამ გააჩნია ის დანამატები ზოგი სპორტისთვის ხმარობს და ზოგი ამისთვის ჩვენ ამ შემთხვევაში კონკრეტულად იმ ჰორმონზე მაქვს საუბარი რომელიც პირდაპირ კავშირშია დაბანაკებთან თქვენ კონკრეტულად რა პროცედურებს იტარებთ ახლა ამას ალბათ მე ვიტარებ მეზოთერაპიას კვირაში ერთხელ კვირაში ერთხელ მეზოთერაპიას არა აგრესიული მეთოდი კვირაში ერთხელ ცოდო არ არის კანი ხან ორ კვირაში ერთხელ ერთი კითხვა მაქვს შეიძლება ვარ 40 წლის ზეგ ვხდები 41 წლის 13 წლიდან მემაპატიეთ ვეწევი სიგარეტს ეხა აღარ ვეწევი სოლარიუმიდან არ გამოსვარ სულ გარუჯული ვარ ბოსტნეული არ მიჭამია ჩემ ცხოვრებაში რძის პროდუქტი არასდროს არ მიმიღია ჩემ ცხოვრებაში არანაირი ვიტამინი არ გამისინჯავს და არც მიმიღია სიცხე არასდროს არ მქონია ავად არასდროს გამხდარო არ და შენ გაქვს ჯანსაღი გენეტიკა თუ ფსიქიკა მაქვს და ფსიქიკა გენეტიკური ფაქტორის ძალიან დიდ როლს არავინ არ გამორიცხავს იმიტომ რომ არსებობენ ქალები ერთნაირი ცხოვრების წესით ცხოვრობს ორივე ან ჯანსაღი ცხოვრების წესით ან პირიქით მაგრამ განსხვავებულად ბერდება მაგრამ მაინც ბერდება კი დაბერებით ყველა ბერდება უბრალოდ აქ საუბარი არა და გავახანგრძლივოთ ჩვენი ბედნიერება ასე რომ გენეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რაც შეეხება ეს ჰორმონების თემას ამოწურეთ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მომენტი ინსულინი არის ჰორმონი რომელსაც ძალიან ჯიყვალი გამოყოფს რომელიც გვეხმარება ძალიან ბევრ ამაში ხო როდესაც ვიღებთ ნახშირწყლებს ასაკის ზრდასთან ერთად ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ნახშირწყლების მიღების პროცენტული წილი იმიტომ რომ ინსულინი არის ასევე დაბერების განმაპირობებელი. გარდა ამისა ხდება უჯრედების დაზიანება ანტიოქსიდანტებით და ისეთი საკვები პროდუქტები, როგორც არის მაგალითად წითელი ხორცი. თქვენ არ მიირთმევთ? მე არ წითელ ხორცს არ მივირთმევ, დიახ. რომელიც აქტიურებს და დიდი რაოდენობით გამოიყოფა ორგანიზმში ამის გადამუშავების შედეგად თავისუფალი რადიკალების შემდეგ იწვევს ორგანოების უჯრედების კანის და ასე შემდეგ დაზიანებას. ანუ ესენიც უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან. რა თქმა უნდა, არც იმის და სპორტული ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, როდესაც ვსაუბრობთ გენეტიკაზე, რომ აი მე ამას არაფერს არ ვაკეთებ, მაგრამ მაინც კარგად არ გამოვიყურებ, არ უბრალოდ არა, კარგად გამოვიყურებ. შეიძლება რომ მივიდეთ და დენსიტომეტრია ჩავატაროთ, ხო, ნახოთ რომ იყოს იქ ოსტეოპოროზული არა, გავიკეთე ყველანაირი გამოკვლევა და ხო, ქალბატონ მარიამ, კონკრეტულად მაყურებელსაც აინტერესებს და მეც მაინტერესებს. აი, რა დანამატები უნდა მივიღოთ? ეს ძალიან პოპულარული თემაა ახლა საკვებზე დანამატები. კონკრეტულად თუ შეგიძლიათ გითხრათ, რა უნდა მივიღოთ საკვებზე დანამატის სახით, რომ ეს ამან ხელი შეუწყოს ჩვენს ნაადრევ დაბერებას? ზოგადად პროდუქტები იყოფა ცოცხალი, მკვდარი და ტოქსიური პროდუქტები. ცოცხალი პროდუქტები არის ხილი, ბოსტნეული, მკვდარი მაგალითად ხაჭო და რძის პროდუქტები, რომელიც სოფლიდან შემოდის, ეს არის ცოცხალი პროდუქტი, მაგრამ სანტეს პროდუქტები, რომელიც იყიდება მაგაზიაში ეს არის მკვდარი ის არ ზიანს გვაყენებს და არც სარგებლობს და ტოქსიურს უკვე რაც შეეხება კოკა-კოლა, წითელი ხორცი და ასე შემდეგ. ნებისმიერი სხვა ქართული პროდუქცია მარგენა დასახელებელი ვარ. ძალიან ძნელია საქართველოში, კი არა და ყველა ქვეყანაში ალბათ ძალიან ძნელია სულ ორგანულზე და სოფლში ძალიან ძვირი არის. ძალიან ძვირიც არის და არც გაქვს გარანტიები. მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ რომ არჩევანი გავაკეთოთ ცოცხალ და ნუ მკვდარ პროდუქტებზე. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანს არ აქვს ამის საშუალება რომ წითელი ხორცი არ მას წითელი ხორცი აქვს მარტო მეტი არაფერი არ აქვს. ვერ ყიდულობს ის დამანაც. შეუძლია ხორცი ფული გადაიხადოს ის კარტოფილს უფრო ადვილად ხარშავს ხო? მაგრამ ხორციც რო უნდა ხანდახარო ჭამოს რა ქნას?
ეს უკვე არჩევანიანების ჩვენ დასრული ადამიანები ვართ და ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს. დიფერენცირება უნდა გავაკეთოთ. არ წაიკითხავს და ასე შემდეგ. არა, ძალიან ბევრი წაიკითხავს, მე დავინტერესდება წავიკითხო. ერთი კითხვა მაქვს. ერთი ადამიანი მაინც დამისახელეთ, რომელმაც გაიხანგძლივა თავისი ახალგაზრდობა, აი რაღაცა კონკრეტული მეთოდით, თქვათ, დაანამატებით, ან რა ვიცი რა მთელ ჰოლივუდს მოგიყვანთ მაგის მაგალითად. იმ ჰოლივუდს ყველას სილიკონია. მე პლასტიკური ქირურგიის მომხრე საერთოდ არ ვარ, მე ვთვლი რომ პირიქით ეს არის კულტურა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა მიმართოს ამას. არ ხართ მომხრე პლასტიკური ძალიან მომხრე ვარ პლასტიკური ქირურგიისაც და იმ პროცედურებისაც, რაც პლასტიკური ქირურგიის კლინიკებში კეთდება, ბიორევიტალიზაცია, თუ ბოტოქსია, თუ მეზოთერაპია, თუ ფილერია, თუ ასე შემდეგ, თუ სახისაჭიმო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს გვაძლევს გარეგნულ ეფექტს, მაგრამ შინაგანად ჩვენ თუ ამას შევუწყობთ ხელს იმ სხვა დამატებით რაღაცეებით, რაზეც ვისაუბრე, ეს მნიშვნელოვანია და სპორტი კიდე მე მინდა დავუბრუნდეთ ჩვენ კიდევ პირველ ნაწილს, აი რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რამდენიმე რჩევა მოგვეცით. კონკრეტული არ დავბერდეთ ძალიან ფილოსოფიაში ან ავიცილოთ თავიდან ნაადრევი სიბერი. აი კონკრეტული რჩევა მაყურებელს რა შეგვიძლია მივცეთ. პოზიტიური აზროვნება state of mind, ასე ინგლისურად უფრო კარგად გამოითქვა, პოზიტიური მოწყობა. აი რაც მე ვთქვი, შური. შემოქმედებითობა ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანი იყოს შემოქმედი, კონდეს მიზნები და ასე შემდეგ. პირველი გვაქვს, მეორე გვაქვს. კი უარყოფითი ემოციები მაქსიმალურად ამ ყველაფერს ავიცილოთ. ზოგჯერ ვერ აიცილებთ, მაგრამ ამასთან უნდა შეგეძლოს ურთიერთობა ისე, რომ შენი აურა არ დაზიანდეს. ჯანსაღი, სპორტი, დამატებით ეს კანის მოვლის საშუალებები, რაც არსებობს კრემების თუ მეზოების თუ პლასტიკური ქირურგიების თუ ასე შემდეგ სახით. და რა ვიცი რა შეცდომებს უშვებთ ჩვენ? და დამატებით ამ დანამატების სახით ძალიან კარგი იქნება 30 წლის შემდეგ გამოდის ეს დანამატები დიასულფატის, კოენზიმ Q10-ის 50 წლის შემდეგაც მითხარით რა ქალბატონი რა თქმა უნდა 50 იგივეა? იგივეა. ეგ მეშველა. ყველაფერი წინ გვაქვს, მაგრამ მაინც ერთი კითხვა მრჩება, რომელზეც ალბათ პასუხი არავის არ აქვს. აი ეს ყველაფერი რო ვაკეთო, აი ამ სახეს შევინარჩუნებ დიდი ხანი? შეინარჩუნებ. სავიკო, ის როა გადავიდე დანამატებზე, მაგრამ თუ კი დანამატი არ მიშველის, ალბათ რა ბოტოქს გავიკი, მაგრამ ბოტოქს არ მშველის მე. არავს მედლაინი გვიყვება ორგანიზმი, მაგრამ არ იჩერებს არანაირ უცხოს ხეულს, ყველაფერს მდევნი იმ წუთასვე. ხედავ შენ. აი შეიძლება ესეც იყოს იმის პასუხი შენ რაც იკითხე წეღან, რომ ამას ვეწევი, ვირუჯები, ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ შენ ორგანიზმს აქვს ამის რესურსი, რომ თვითონ, თუმცა ეხა გამახსენდა უცებ კოკო შანელი ამბობდა, რომ ქალი ისე გამოიყურება 50 და 60 წლის ასაკში, როგორც დაიმსახურაო. ანუ ეს მოვლა მაინც არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუცილებელია, მით უმეტეს დღეს იმდენი საშუალება არსებობს ამისთვის და იმდენი პირობა არსებობს, თავარი გქონდეთ ფული გული და ნერვები ამისთვის. გული ნერვები ლექსა. გულიც არ არის ახლა ადამიანი რომ არის 100 კილო თუ არ შეუძლია ბენდუქიძის აუზე იაროს, ირბინოს კურტბაზე. გეთანხმებით. თავარი ამის შინაგანი მოთხოვნილება ქონდეს ქალს. მართალი ნუ რა ვიცი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მე აუცილებლად წავიკითხავ, იმიტომ რომ მართლა დავინტერესდი. აქ რაც ვისაუბრეთ, ძირთადად ცოტა ფილოსოფიური იყო ჩვენი საუბარი, მაინტერესებს პრეზენტაცია როდის გაქვთ, რომ უფრო კარგად გავეცნო. პრეზენტაცია შემდეგი კვირის ბოლოსთვის იქნება და შეგატყობინებთ დეტალებს, თარიღებს. ძალიან დიდი მადლობა. ცოტა გაავებული სახით გეკამათებოდით თემაზე, მაგრამ გვაწუხებს ეს პრობლემები და იმიტომ და სარგეში რომ ვიყიდები, სულ ყოველ დღე ხვდები რომ რაღაცა ზედმეტი მაქვს. ნუ თუ კი არ გვიშველის აი ეს კონკრეტული რჩევები დანამატები, არსებობს პლასტიკური ქირურგია, მეგობრებო. ასე მშვიდად მიხვალთ კარავს მედლაინში, რაღაცებს ეტყვით მოსთხოვს, ისინი დაგითვლიან, გამოგითვლიან და იქიდან ლამაზი გამოხვალ. სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარი იქნება კარპს მედლაინის ჩვენი მუდმივი პარტნიორის პლასტიკური ქირურგი ბატონი კონსტანტინე მატჩაშვილი, რომელიც ლიპოსაქციაზე გვესაუბრება. მე ვთვლი რომ დღეს ყველაზე მოთხოვნადი ოპერაცია. შეგვიძლია მკლავები დავეპატარაოთ, ღაბები ავიწიოთ, კასრები და ძალიან ბევრი რამ. მოკლედ კონსტანტინე თავად მოგვიყვება ამის შესახებ დროებით. დავრჩით მარტო. მარტონი ვართ მე და ნანიკო, ჯანეტის კამი ცარიელია. პატივს მივაგებ და იცი რა, ყველაზე მეტად ისე ვფიქრო, ეს ახალგაზრდა გოგო რო გაუშვი და შენ ამ მოწიფულას აქში რა გავაკეთეთ, ხა ენერგია ხო გჭირდება. ეხლა ვილაპარაკოთ დღეს სილამაზის შენარჩუნებაზე, ეს მე და შენ ძალიან გჭირდება. შენ არა, შენ ახალგაზრდა. კარგი, მე უფრო სარკე არ მაქვს წამოღებული, თორე ჩაგახედებდი და გეტყოდი. მე და ნანიკო დღეს ერთმანეთს ვეფერებით ძალიან, იმიტომ რომ ისეთი თემა გვაქვს, ეს რო არ გავაკეთოთ, ძალიან ცუდ დღეს ჩავარდები. მე და შენ თუ მოვეფერებით, შემოსოფიკო
იყო ისევ ერთმანეთს. სხვავინ მოგოფერება. რა თქმა უნდა. რა მაინტერესებს იცი? მე მაინტერესებს თუ ოდესმე გიცდია რომ თქვა შეინარჩუნო ახალგაზრდობა ან რაღაცით ებრძოლო აი ნაოჭებს თუ დარბილებას თუ რაღაც არ ვიცი რა დავარქვა კიდე ასაკს მოდი ესე ვთქვა ციბერეს მაპატიე ძალიან ინდივიდუალურია. მე მაგალითად ისიც ვერ გავიგე, როდის აღარა ვარ გოგონა. არა, გოგონა ხარ ყველა შემთხვევაში. ხო, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ეს ქალბატონო მიმართვას ვერ ვიტან, არ მიყვარს. ვინ მოგმართავს? არიან ვიღაცები მომართავენ, ხო, ქალოს ქალბატონო ჯობია, არის ესეც. ну რა ვიცი ხა რო შეგხედავ ალბათ ბუნებრივია რომ ქალბატონო სოფიკო გითხრა ეს პატივისცემის ნიშანია მხოლოდ და მხოლოდ და არა თქვა ხაზგასმა რაღაცებზე და როდის იგზენი პირველად რომ არ ახარ გოგო მაპატიე აღარა ხარ ნუ როცა ალბათ თმის შეღებას იწყებ რაღაც ნაოჭი გაგიჩნდება ერთი ცალი და ვფიქრობ რომ მაგრამ მე მტკივნეულად არ გადამიტანია ეს ყველაფერი და არც ახლა არ განვიცდი ამას იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ბერდება გული და გონება და სხეული ნაკლებად იმიტომ რომ სხეული ძვერდება ახლა ნუ მე წინააღმდეგები იმიტომ რომ ჩვენ ერთ დღეს სარკეში ჩაიხედები გაიცინებ აღმოაჩენ რომ აქ ნაოჭები გაქვს ცოტა გაიხედავ გამოიხედავ მიხვდები რომ აქ ჩაღრმავდა ხელს მოიკიდებ მიხვდები რომ დარბილდი აქ ჭაღარა აბა რა არის ეს მე განსაკუთრებულს არაფერს არ ვაკეთებ და არასოდეს არ გამიკეთებია იმისთვის რომ რაღაც განსაკუთრებულად გაგვი მე მაგალითად მგონია რომ გენეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვება და ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების წესი ძილი აუცილებელი. და შენ გონია რომ აი ეს ყველაფერი რო შევასრულოთ, არაზოს არაფერი არ დაგმემართება. ყველა ბერდება. არ დაბერდებით? ყველა ბერდება. გამორიცხული კოკო შანელი დაბერდა და ელიზაბეთ ტეილორი დაბერდა. კოკო შანელი პაპიროს ეწეოდა და იმითო დაბერდა. პაპიროს მეც ვეწევი მე. მე აღარ ვეწევი. კიდეც მოვწევ, კიდეც დავლევ, კიდეც ვინერვიულებ და მაინც არ დავბერდე. და მე შეხედეთ სოფიკოს და აიღეთ მაგალით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, სულ ჩვენ რამდენიმე წუთში შემოგვერთება ქალბატონი მარიამ კუკუნაშვილი, რომელმაც ასეთი ენციკლოპედია გამოსცა. ჯერ არ არის გაყიდვაში, სულ მალე იქნება. მოკლედ, ჯანმრთელობის სილამაზის შენარჩუნებისა და დაბერების გადავადების შესახებ. ჟღერს, ხო? ხო, ალბათ ბევრი საინტერესო რაღაცას გვირჩევს ისეთ ჩვენ დილეტანტები ვართ ამ საკითხში ხა და რაღაც გვინდა ისეთი ადამიანი, რომელიც გვასწავლის როგორ არ დავბერდეთ. სადამდეც მოვედით, ჩვენით მოვედით. ეხა იქნებ მომავალში რაღაცა გვეშვება. ლაპარაკობ ამ ყველაფერს, თან შენი ასაკი ვიცი. რას ნიშნავს მოვედით? გამოიყურები იდეალურად. ხასიათი გაქვს ჯანეტის ხელა ბავშვის. მართლა გეუბნები. ერთადერთი ვარ და განუმეორებელი ხსნანიკოს ძალიან უყვარდა და იმიტომ არ ხარ, აჰა, დაგიჭირეთ მაგრამ ვერ ვიტყვი რომ შენი ასაკი რაც გაქვს რეალურად შეესაბამება შენ ფიზიკურ მონაცემს და შენ განწყობას. ამას ვამბობ სწორედ რომ არ ბერდება სხეული თუ არ ბერდება სული და გონება. და სული არ ბერდება თუ რამე ხრიკი გაქვს ისეთი რითაც არა, კი მაქვს, ხრიკი მაქვს. არ უნდა შეგშურდეთ არასდროს არავის. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შური აბერებს, ბოროტება აბერებს ადამიანებს და აბერებს, ნუ რა თქმა უნდა, კიდე რაღაც ფიზიოლოგიური რაღაცები არსებობს, რაცაც პატარა-პატარა დეტალები, რომელიც აუცილებლად ქალმა უნდა იცოდეს. ხო, მაგრამ სოფიკო, ახლა კიდევ ვფიქრობ პარალელურად შენ რო საუბრობ და მე მახსენდება ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, ნაცნობი, რომელიც ბიოლოგიურად ჩემზე ბევრად პატარაა, მაგრამ ნუ მოხუცია. ხო, ნუ 25 წლის მოხუცი არ გინახავს. მე 12 კლასში ვყავდა მოხუცი კლასელი მაგალითად. ისევ იქ მივდივართ, გონებით არ უნდა დაბერდე. ნაოჭ რა უყოთ. როგორი იყო მე 12 კლასში მოხუცი? ну აი რაღაცა სულ ცუთხასიათზე იყო არაფერი არ მოწონდა რაღაცა სიახლეები რაც იმ დროისთვის იყო ჩვენ ანუ იდენტური პრობლემა პრეტენზიები ქონდა რაც ხშირად გვესმის ხოლმე ასაკოვანი ადამიანების ამაზე ვლაპარაკობთ ახლა მე და შენ ზუსტად რომ არის რაღაცეები რაც აბერებს ადამიანს შინაგანად და ეს შინაგანი დაბერება გარეგნულადაც ეტყობა თორე ისე თუ გაქვს ბევრი ფული დღეს არასდროს არ დაბერდები დღეს ამაში კიდევ ბოტოქსი რა თქმა უნდა აუცილებლად ეს აღარ არის ხა პრობლემა გაიკეთე მკერდი, გაიბერე ტუჩები და არაფერი არ ჭირდება. მე პატარა რემონტს ჩავიტარებდი. მოკლედ ამასთან დაკავშირებით და მენტალობა უნდა გქონდეს კიდე ახალგაზრდული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია. კი, უბრალოდ მე მაყურებელს მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მარიამი, რომელმაც დაწერა ეს ენციკლოპედია ჩვენი სტუმარია და მე მინდა ის სტუდიაში შემოვიპატიჟო, კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ უბრალოდ ჯანმრთელობის სილამაზის შენარჩუნებისა და დაბერების გადავადების შესახებ. ამას გარდა ჩვენი სტუმარი იქნება ჩვენი მუდმივი პარტნიორი კარაფს მედლაინის წამყვანი ქირურგი, პლასტიკური ქირურგი ბატონი კონსტანტინე თაშული, რომელიც ლიპოსაქციაზე ისაუბრებს, როგორც ვიცი, ეს ყველაზე მოთხოვნადი ოპერაცია დღეს. ესე ახლა კი მარიამს მინდა ვთხოვო შემოსვლა. მარიამ გამარჯობა, დიდი მადლობა. გამარჯობა, მოგესალმებით. მართლა რა ლამაზი ყოფილა ქალბატონი მარიამი. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ესეთი ახალგაზრდა და მშვენიერი ქალბატონი. რამდენი წლის ხართ? ბოდის ვიხდი ამ შემთხვევაში. 34-ის. აი ეს ჩვენ გადავშალეთ უკან აქ მოვიძიეთ დაბადების ასაკი, გამოვთვალეთ და
აი ასეთ ასაკში რატო გადაწყვეტეთ ამაზე ზრუნვა ფიქრი და ჩემი აზრით ამაზე ზრუნვა ყველა ქალმა უნდა დაიწყოს 30 წლის ზემოთ უკვე. რადგან ითვლება მეცნიერულად, რომ დაბერება იწყება უკვე 30 წლის ასაკიდან და ყოველწლიურად მიმდინარეობს 1%-ით. მხოლოდ 1%-ით და 30 წლის მერე იმისათვის რომ 1%? მოხდეს დაბერება 30 წლის შემდეგ 1% რომ ვიანგარიშოთ, ხომ გამოდის რომ 100 წლის უნდა დაბერდეს ადამიანი. თუმცა ჩვენ ხედავთ რომ 50 წლის 60 წლის ადამიანები უკვე არიან დაბერებულები და უამრავი თანხლები დაავადებებით. კი, მეტნაკლებად. მე ნუ მიყურებთ, იმიტომ რომ 51 წლის ვარ, შემოხედით. თქვენ კარგად გამოიყურებთ. როგორ გამოვიყურები? ოპერატორების საყურადღებოდ. და არა მარტო ოპერატორების, მე მაყურებელსაც მინდა მივმართო. ოჩახ სოფიკო. ეს ისეთი ლირიული გადახვევა. ხო, მაგრამ გადასარევი. თემაზე. ხო. და კი, უკვდავები ნამდვილად არავინ არ ვართ, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობა შეგვიძლია გავზარდოთ და თან შეგვიძლია დაბერებას ყოველთვის ახლავს თანხლები, დაავადებები, ხომ? ძველ რომში სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომის იმპერიის დროს სიცოცხლის ხანგრძლივობა იყო 28 წელი. შემდეგ იზრდება დასავლეთ ევროპაში გახდა 47 წელი. დღეს ითვლება, რომ ამერიკაში 80 წელია, 80-85 წელიწადი დაბერების მიუხედავად იმისა, რომ ამბობერებს ანუ ეს არის მიღწევადი, ასე ვთქვათ, გადავადება ამ პროცესების. არა, ამაზე ბევრი გიფიქრიათ, როგორც ხედავ, ძალიან ბევრი წაგიკითხავთ, ალბათ შეგიგროვებია და ბოლოს აი ესეთი არაჩვეულებრივი ენციკლოპედია გამოგიციათ. როგორ უნდა შევაჩეროთ? მარტივად რომ გითხრათ, შეიძლება სიბერე. ანუ როგორ შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს და გვიხარია. სიბერე შევაჩეროთ უკვდავი ნამდვილად არავინ არ ვართ, მაგრამ თუმცა არსებობს უამრავი პრევენციული საშუალებები. საქართველოში პრევენციას დიდად არ ექცევა ყურადღება. სამედიცინო უნივერსიტეტში კათედრაც არსებობს პრევენციის, მაგრამ ყველაზე ის ნაკლებად ყურადღება მიქცეული კათედრაა ეს. ანუ პრევენცია ნაკლებად ჩვენთან პრევენციის კათედრა არსებობს. კი, ჩვენთან მიდიან იგივე პლასტიკურ ქირურგთან, როცა უკვე გაჩნდება. არც მე არ გამიგია ესეთი კათედრა. მართლა არსებობს. კი, დიახ. მეხუთე სართულზე. და რა საგნებს რა იკითხება? აი რა საგნებია, რა საინტერესოა? იგივე კვების მედიცინა, როგორც დაავადებების პრევენცირებელი საშუალებები და ყველაფერი რა საშუალება. მართლა ერთი ორი სიტყვით მოკლედ შეიძლება გავიგო. ძალიან დავინტერესდი. საშუალება რის დაბერები? რო არ დაბერდეს. არა, რომ არ დაბერდეს ესეთი რაღაც არ არსებობს, მაგრამ არის უამრავი პრევენციის ღონისძიებები, ხომ? ესე ერთი სიტყვით და ერთიანი ფორმულა არ არსებობს, თუმცა დავიძინო დროზე ბევრი წყალი დავლიო, სასახის ამბობით, თქვათ კიდე რა შეიძლება არ მოწო სიგარეტი, არ გავირუჯო, ალბათ რაღაცა ზოგადად ყველაზე მთავარი ჩემი აზრით ვფიქრობ არის ფსიქოლოგიური განწყობა და ის რაც ჩვენში დევს ტაბუების სახით. ითვლება რომ ზრდასრულ ადამიანს ბავშვობაში ესმის ძალიან ბევრი ფრაზები, რომელიც ეს ქვეცნობიერში ლაგდება როგორც მზა კოდები და ამ მზა კოდების ოდენობა საათებზე რომ გადაამრავლეს მეცნიერებმა გამოვიდა რომ არის 25000 საათი. ანუ ისე ინფორმაცია ბავშვობიდან კოდირებული. ჩვენ ვიბადებით და ვიზრდებით იმ გარემოში, სადაც სულ გვესმის რომ ადამიანები ბერდებიან, ავადდებიან, ავადხდებიან, 30 წლის რომ გავხდებით ნაოჭი უნდა გაჩნდეს, 40 წლის რომ გავხდებით, კანი უნდა მოგვეშვას, 50 წლის რომ გავხდებით რაღაც უნდა, ანუ ეს მზა კოდები არის როგორ გავზარდო ბავშვი ეს სტერილური რომ მან ეს ინფორმაცია არ მიიღოს. სტერილური არ უნდა იყოს, უბრალოდ ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ჩვენი პროგრამები ტვინში. ტვინი არის იგივე მეგაკომპიუტერი, რასაც რა პროგრამებსაც შენ ჩატვირთავ, ხო? იმ პროგრამების მიხედვით იწყებს შემდეგ ბიოლოგიური სისტემების მე მინდა უკაცრავად შეგაწყვეტინებთ, მაგრამ სად არის ის ჩვენთვის დღემდე ცნობილი თეორიები, უნდა იკვებოს სწორად, უნდა დალიო ბევრი წყალი ერეცნანი კომკითხად წეღან. მაგალითად ბრეგის თეორია, რომელიც 80 წლის ასაკში გარდაიცვალა და 25 წლის ორგანიზმი ქონდა, ვოცერფინგზე გარდაიცვალა, ხო? არა, ეს თავისთავად ეს მეც წიგნით დაყოფილი მაქვს სხვადასხვა თავებად, ერთ-ერთი არის ეს ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომელიც აქ განხილულია ასევე კვანტური ფიზიკის საკითხები, რომლის მიხედვითაც უჯრედი მოლეკულა იშლება ატომებად, ატომები იშლება ელექტრონებად, შემდეგ მივიღებთ ენერგიებად. ანუ ყველაფერი მატერიალურ სამყაროში ყველაფერი დადის ენერგიის დონეზე. ჩვენ ამ ენერგიებს როგორ გამოვიყენებთ, ჩვენ და სასარგებლოდ თუ ჩვენ და საწინააღმდეგოდ, ეს არის ჩვენი არჩევანი. ის რასაც მატერიალური თვალი აღიქვავს, მაგალითად ჩვენ აღვიქვავთ და ხედავთ, რომ ადამიანი ბერდება, ხო? თუ ჩვენ ამ ინფორმაციებს შევცვლით განსხვავებულად, იქნება ასე, იმიტომ რომ მატერიალური აღქმა სამყარო როგორც ობიექტური სინამდვილე არ არსებობს. მატერიალური აღქმა არის ძალიან სუბიექტური, მაგალითად აგერ კამი არის უძრავი, ხო? მაგრამ თუ კოსმოსიდან გადმოვხედავთ, მოძრაობს 1000 კილომეტრის სიჩქარით და ასე შემდეგ. გეთანხმებით, მაგრამ ეს არის ძალიან
ზოგადი და ეს ფილოსოფია არის, თიც მე ვერაფერს ვერ უზამ ჩემს ხელს, იმიტომ რომ მართლაც მე კოდი მაქვს ბევრი 25000 ინფორმაცია ფილოსოფია არის, ეს არის ფსიქოლოგია. ავიღოთ მაგალითად სპორტში, მე არ ვიცი საქართველოში როგორ ხდება, მაგრამ სოფლიოში ყველას ყავს mental coach-ები, ასე ვთქვათ, ითვლება რომ თუნდაც სპორტში მიღწევები არის 50% მენტალური წვრთნა და 50% ფიზიკური წვრთნა. რომ ჩაატარეს ცდები აღმოჩნდა რომ იმ ჯგუფებს, რომელსაც ჰქონდათ მენტალური წვრთნა გავლილი, იმათ ჰქონდათ მაღალი შედეგები, თანაბარი ფიზიკური შესაძლებლობების აღმოჩენით. ანუ ეს ფაქტორი, რაც შეეხება კვებას. ეს რა თქმა უნდა, არა, უკაცრავად, სანამ კვებამდე მივალთ. ჩვენი სხეული თავდაპირველად შექმნილია ენერგიით და ინფორმაციით და არა მყარი მატერიით. ამბობთ თქვენ წიგში, ხო? არის. აი, თუ შეიძლება აგვიხსენით, რას გულისხმობთ ამაში კონკრეტულად? ამაში წეგან მოახსენე ზუსტად, რომ შედგება ეს ყველაფერი დაიყვანება ენერგიებამდე, ფიზიკის კუთხით თუ განვიხილავთ, ხო? შექმნილიაო ამბობთ. შექმნილია თუ იცით რა თუ ჩვენ შექმნილი ვართ 70% არის წყალი ვართ უჯრედებისგან, ქსოვილებისგან, ორგანოებისგან, ანუ თუ ასე დავშლით, ასე ვთქვათ, შემადგენელი ნაწილაკებისგან, ბოლოს რასაც მივიღებთ, ეს იქნება ენერგიის მატარებელი ფლუიდი. 100%-ით გეთანხმებით, მართლა გეთანხმებით, მაგრამ მაინც ცოტა არარეალურად მეჩვენება, მე უბრალოდ მითხრეს, რომ 25 წლის შემდეგ კოლაგენი აღარ გამოიყოფა ჩემს ორგანიზმში, რაც პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს, რომ მე უნდა დავნაოჭრე. რა ვუყავ? ანუ და მიიღო კოლაგენი დამატებით, ეს კოლაგენი დამატებით ძალიან რთულად მიიღება და ძალიან რთულად არა, რა თქმა უნდა, ეს უჯრედების ცვეთა მიმდინარეობს, მაგრამ უჯრედებს გააჩნია ასევე განახლების უნარი, ხომ არის? რეგენერაციის უნარი გააჩნია. კოლაგენის გამომუშავება, ამიტომ თქვი რომ 30 ასაკის შემდეგ უნდა მოხდეს უკვე ამებზე ზრუნვა. ხდება, რა თქმა უნდა, უჯრედების დაზიანება და ამაზეც არის საუბარი მაგ წიგში, როგორ უნდა მოხდეს ამ უჯრედების განახლება. მოდი, რეკლამის შემდეგ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ წიგნზე, ალბათ რეალური საბაბი გქონდათ, რომ ეს ყველაფერი შეგეკრიბათ, დაგეწერათ და შემდეგ გაგეყიდათ. რეკლამის შემდეგ დეტალურად ვისაუბროთ ენციკლოპედიაზე, დაგველოდეთ. შოუ დაბრუნდა პირდაპირ ეთერში, არ დაიბნეთ მეგობრებო, ჩვენ ძალიან პატარა ვიდეო რგოლს გიჩვენებთ, თუ როგორ ჩნდება, იზრდება, ბერდება ადამიანი. და სწორედ ამის წინააღმდეგ არის რაღაც რჩევები, რომელსაც მარიამ მოგვიმზადა, ხო? მოდი, მანამდე კარგად დავაკვირდით, რა ხდება ჩვენს სახეზე ასაკთან ერთად. ეს 80 წლიანი პროცესი ჩვენი ცხოვრებისა, საშუალოდ 80 ავიღოთ, წუთ ნახევარშია ჩემ მარიამ რაღაცნაირად ჩატეული. აბა ჩემ ასაკს თუ გამოვიცნობ, როდის იქნება? სოფიკო, უყურე შენ ჩემი ასაკი გამოიცანი. ეხა აი 20 გადაცდა ჩემი აზრით, არა? აი ეს გვემართება მეგობრებო, რაც არ უნდა სიგარეტი არ მოუწიოთ, რაც არ უნდა გავირუჯოთ, რაც არ უნდა, რა ვიცი კიდე რა შეიძლება. წყალი ბევრი ვსვათ. წყალი ბევრი ვსვათ. აი უახლოვდება 30-ს, ასე მგონია. მე მგონი უფრო მეტია უკვე. მეტია მარიამ? როგორ გონია? კი, აი თვალები ნახე, ჩამოუსვა. არა, აი, როდესაც ნიკა გვერდზე ჩნდება ეს დაკიდული ხორცები პატარა, ეს უკვე ნიშნავს, რომ 40-მდე არის უკვე, კი. აი ხლა უკვე ჩემ ხელაა. აქ უკვე მეტია. არა, აქ ტოლები ვართ. აი ხა ეს არის დაახლოებით ჩემ ხელა. მე და ეს ერთი ვართ, ნანიკო, თქვი გეხოთ. არა, სოფიკო. არა, ეს უკვე 60-მდე ალბათ, ხო, მარიამ? ხო, ეს უკვე მეტია. და მორჩა? არა, არ მორჩა ის კოლგა. მორჩა, კარგი. 60-ზე შევაჩეროთ დღეს ჩვენი პატარა ვიდეო რგოლი. ნუ 80-იც არის, ოღონდ უფრო ალბათ ჩამოკიდული აქვს რაღაც ნაწილები, უფრო თვალები დანაოჭებული აქვს და დიდი სევდა აქვს ალბათ თვალებში. და მარიამ, დავუბრუნდეთ ისე მარტივ რჩევებს, როგორ ვებრძოლოთ ამას, რაც ეხლა ჩვენ ერთად ვნახეთ ყველამ. და თქვენ რა პროცედურებს იტარებთ? არა, პირველ რიგში მაყურებელს ვუთხრათ, ვინ არის მარიამი, რატომ გადაწყვიტა, რომ აი ამ ხელა ნაშრომი დაწეროს და რა კომპეტენცია გაქვთ, რომ აი ამაზე გვესაუბროთ? კომპეტენციას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ ეს თემები ყველა ქალის კომპეტენცია და რაც შეეხება დამატებით გარდა ამისა ვარ მაქვს სამედიცინო განათლება და ალბათ მაგანაც განაპირობა. და ძალიან კარგია რომ ეს ინტერესი გაქვთ მართლა. წელიწად ნახევარში დავწერე და დავწერე თვითფრინავშიო რეკლამის დროს საუბრობთ. სუგზაშია და ხო მარიამ? სად მოგზაურობთ ამდენს? ბოლო 3 წლის მანძილზე ვიყავი 50 ქვეყანაში და აქედან და
დაახლოებით 25-ში 10 ჯერ 15 ჯერ 20 ჯერ და ანუ სულ თვითფრენაში არასოდეს არ დაბერდება. არა, ამას გარდა შეიძლება რომ მაყურებელს ვუთხრა, მარიამს 7 ჯერ ქონდა უკვე ქორწილი, მაგრამ ეს ყოფილი ერთ და იგივე მამაკაცთან. ოღონდ რა ხდება? მარიამ ძალიან ბევრს მოგზაურობს და ცდილობს რომ ყველა ქვეყანაში სადაც ჩავა, იქაური ადათ-წესები და ტრადიციებით იქორწილოს. ეხლა უნდა ქონოდა ქორწილი და ალბათ რაღაცა სუბიექტური და ობიექტური მიზეზები გაქვს. გადაცემაში რომ ვიყავით თქვენთან, მაშინ ვაპირებდით მაშინ ბორაბორას ბილეთები დავაბრუნე და ეხლა გუშინ წინ დავაბრუნე მადაგასკარის ბილეთები, იმიტომ რომ რაღაც მოუცლელობის გამო და ვფიქრობ დეკემბერში ჩამოვყალიბდები სად და როგორ მადაგასკარზე. კარგი, სულ რამდენი იყო ქორწინება კიდევ ერთხელ? 7 კი ეს იქნება მერვე. მე ქორწილი. აი მეგობრობა, სულ რომ ახალგაზრდები ვიყავთ, ერთი და იგივე მამაკაცთან. უნდა იქორწინოთ. რაც შეიძლება მეტი დადები. თქვენი მეუღლე ალბათ ხო ფოტოებზე? ერთი და იგივე მამაკაცთან არ დაიბნეთ მაყურებლებო, ერთი და იგივე მამაკაცთან იქორწინა, მერვეჯერ იქორწინებს მარიამი უახლოეს მომავალში ბორაბორას. ეს არის მეშვიდე და მერვე წინ გვაქვს ახლა დეკემბერში. თქვენი მეუღლე თქვენზე უფროსია? შენზე უფროსია 2 წლით. და ამ სიგიჟეებში ყვებათ რომ 8 ჯერ იქორწინოს ერთ და იგივე ქალთან. რა მაგარია. აი უნდა შეხვდეს მეუღლე ასეთი, რომელიც წელიწადში 50 ქვეყანას მოგატარებთ. უნდა იქორწინოთ 8 ჯერ თქვენს მეუღლეზე და წყალს უნუდალებთ თუ გინდათ. არაფერი არ დაგაბერებთ. მოუწიეთ რას გინდათ ხელი. კარგი, ახლა სერიოზულად დავუბრუნდეთ ისევ დაბერებას. ერთ-ერთი მიზეზი ხომ არ არის ფაქტორი არ დაბერების სტაბილური ქორწინება. მე არ ვფიქრობ, რომ ეგ შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი არ დაბერების. თავარია ადამიანი კონდეს დადებითი ემოციები, პოზიტიური, რაც სტრესი. ხო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ როდესაც საყვარელი კაცი ყავთ გვერდზე, რეგულარული სექსი გაქვთ, ეს ძალიან რა თქმა უნდა, მეცნიერებმა შეიმუშავეს რაღაც შკალა, ადამიანები, რომლებიც უფრო ადრე ბერდებიან, რომლებიც უფრო გვიან ბერდებიან და მათ შორის ერთ-ერთი არის ის რომ იყოს შეყვარებული ეს ქორწინებაში რამდენჯერ იყო და ეს არ არის ხაბარია რომ რა გჭირდება მე და შეთურმე ჩვენ კიდევ წყალს. კარგი, მე უფრო დეტალები ძალიან ბევრი რამ მაინტერესებს. მარტო სექსი შეიძლება იყოს ბიძგი იმისთვის რომ არ დავბერდეთო, აი ეს ეიფორია საჭირო რომ მე შეყვარებული ვარ და მიყვარს. მარტო სექსი არა. რა თქმა უნდა, სექსთან უნდა ახლოვდეს დადებითი ემოციები, სიყვარული, კი. და მორალი. თერაპევტთან რომ მიდიხარ ან ნებისმიერ სხვა ექიმთან პირველი რაც იგეკითხებია სტაბილური სექსი გაქვთ თუ არაო და ძალიან პატარა რომ ვიყავ ვერაფრით ვერ ხსნიდი ამ კითხვის აარს და მე მივხვდი რომ ძალიან ბევრი ამას განაპირობებს ქალისთვის ალბათ კაცისთვისაც დარწმუნებული ვარ. აურვერდულ მედიცინაში, ინდურ მედიცინაში, როდესაც ისინი მართლაც რადგან ენერგიებზე მუშაობენ ამ დროს ენერგიის აღდგენის პროცესებზე. ხო, სექსი ხო გადის ენერგია, მაგრამ ასევე იღებ, ხო? ბალანსია. ხალხო მარიამ, მოგვიცით აი კონკრეტული რჩევები. სოფიკა, მოდი ეს ყველაფერი პატარა ანონსის შემდეგ ძალიან დიდი მადლობა, რამდენიმე წუთში უფრო პრაქტიკული რჩევები დავბრუნებით. ახლა კი ნახოთ რა ხდება. ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისთვის. 2 საათზე ჩვენ კიდევ დაგელოდები და გავიგებთ რა ხდება ახალი მსოფლიოში. მარიამი გაგვინრიცხდა. ეთერში ვარ. საფრანგეთში არავინ. კი, მე მინახია საფრანგეთში გაკეთებული ბოტოქსიანი ქალი, რომელიც ჩამოვიდა და არ დავასახელებ კლინიკას, იქ მკურნალობდა დაშავებულს. ჩვენმა ქირურგებმა უკურნალებს. ჩვენმა ქირურგებმა. შეიძლება ყველას დაემართოს, აქაც მაქვს ჩვენი ქირურგები. მე ვიცავ ხა ჩვენ ქართულ პლასტიკურ ქირურგებს, იმიტომ რომ არ არის ესე როგორც თქვენ ამბობთ. ნებისმიერა ძალიან ის ინფორმაცია. კარგი. ჩვენ უბრალოდ რეკლამის დროს ქრონიკის დროს საუბრობდით პლასტიკურ ქირურგიაზე და ამან გამოიწვია ასეთი ვნებათაღელვა. დაუბრუნდეთ ქალბატონ მარიამს. აი კონკრეტულად რა რჩევები შეგიძლიათ მოგცეთ, რომ არ დაუბერდეთ? კონკრეტულ რჩევებს რაც შეეხება ძალიან ბევრია. 30 წლის შემდეგ იწყება ჰორმონების 30-დან უკვე იწყება ჰორმონების რაოდენობის შემცირება. ეს ჰორმონებია დეჰიდროეპი, ანდროსტერონი და ზრდის ჰორმონი, იკლებს მის რაოდენობა როგორც ქალებში, ასე მამაკაცებში. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ჰოლივუდში და ევროპაშიც, თუმცა 100%-ით მეცნიერთა უმრავლესობა თვლის, რომ ეს ახანგრძლივებს ახალგაზრდობის პროცესს, თუმცა არ არსებობს 100%-ით ამის დადასტურება და ძალიან ბევრი იგივე ჰოლივუდში და ყველგან არიან ამ ზრდის ჰორმონის ინექციებზე, რომელიც საკმაოდ ძვირია. კარგი, ახლა რა თქმა უნდა, ეგეც ცხოვრება, თუ აქეთ ინერცია შეჭრებული, იგი ტაბლეტა ჩადებული. ეს უნდა სიამოვნებდეს ადამიანი თუ არის ესთეტი და მოწონს თავი ესთეტიურად ლამაზად გამოიყენებდეს, მე არ დამეზარება იმ ტაბლეტის გაკეთება. ასევე იყიდება საკვები დამატების ჰორმონი შემიძლია აფთიაქში ვიყიდო და ასე რა არის კონკრეტულად? საქართველოში არ ვიცი იყიდება თუ არა.
არა, თუმცა ხო არც დიასულფატი არ იყიდება, არის ლინკები, საიდანაც ხდება გამოწერა, საკვები დანამატებია დეჰიდროეპი ანდროსტერონი. დანამატები ძალიან მოდაში, ეხლა ყველა ისე ყლაპავს, ან დანამატ გულზე არ არის რას ყლაპავს. კი, მაგრამ გააჩნია ის დანამატები ზოგი სპორტისთვის ხმარობს, ზოგი ამისთვის. ჩვენ ამ შემთხვევაში კონკრეტულად იმ ორ ჰორმონზე მაქვს საუბარი, რომელიც პირდაპირ კავშირშია დაბინძურებული. თქვენ კონკრეტულად რა პროცედურებს იტარებთ? ხა ამას ალბათ მე ვიტარებ მეზოთერაპიას კვირაში ერთხელ. კვირაში ერთხელ მეზოთერაპიას? არა, ზოგადად აგრესიული მეთოდი კვირაში ერთხელ ცოდო არ არის კანი. ხან ორ კვირაში ერთხელ. ერთი კითხვა მაქვს, შეიძლება? ვარ 40 წლის, ზეგ ვხდები 41 წლის. 13 წლიდან მემაპატიეთ ვეწევი სიგარეტს, ეხა აღარ ვეწევი. სოლარიუმიდან არ გამოსვარ, სულ გარუჯული ვარ. ბოსტნეული არ მიჭამია ჩემ ცხოვრებაში. რძის პროდუქტი არასდროს არ მიმიღია. ჩემ ცხოვრებაში არანაირი ვიტამინი არ გამიშინჯავს და არც მიმიღია. სიცხე არასდროს არ მქონია, ავად არასდროს გამხდარ ვარ. შენ გვაქვს ჯანსაღი გენეტიკა? თუ ფსიქიკა მაქვს და ფსიქიკა. გენეტიკური ფაქტორის ძალიან დიდ როლს არავინ არ გამორიცხავს, იმიტომ რომ არსებობენ ქალები ერთნაირი ცხოვრების წესით ცხოვრობს ორივე, ან ჯანსაღი ცხოვრების წესით ან პირიქით, მაგრამ განსხვავებულად ბერდება. მაგრამ მაინც ბერდება. კი, დაბერებით ყველა ბერდება, უბრალოდ აქ საუბარი არა გავახანგრძლივოთ ჩვენი ბედნიერება. ასე რომ გენეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. რაც შეეხება ეს ჰორმონების თემას ამოწურეთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მომენტი. ინსულინი არის ჰორმონი, რომელსაც ძალიან ჯიყვალი გამოყოფს, რომელიც გვეხმარება ძალიან ბევრ ამაში. როდესაც ვიღებთ ნახშირწყლებს. ასაკის ზრდასთან ერთად ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ნახშირწყლების მიღების პროცენტული წილი, იმიტომ რომ ინსულინი არის ასევე დაბერების განმაპირობებელი. გარდა ამისა, ხდება უჯრედების დაზიანება ანტიოქსიდანტებით და ისეთი საკვები პროდუქტები, როგორიც არის მაგალითად წითელი ხორცი. თქვენ არ მიირთმევთ? მე არ ჭამ წითელ ხორცს არ მივირთმევ, დიახ. რომელიც აქტიურებს და დიდი რაოდენობით გამოიყოფა ორგანიზმში ამის გადამუშავების შედეგად თავისუფალი რადიკალები, თავისუფალი რადიკალების შემდეგ იწვევს ორგანოების, უჯრედების, კანის და ასე შემდეგ დაზიანებას. ანუ ესენც უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან. რა თქმა უნდა, არც იმის და სპორტული ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, როდესაც ვსაუბრობთ გენეტიკაზე, რომ აი მე ამას არაფერს არ ვაკეთებ, მაგრამ მაინც კარგად კარგად არ გამოვიყურებ, არა უბრალოდ არა, კარგად გამოვიყურებ. შეიძლება რომ მივიდეთ და დენსიტომეტრია ჩავატაროთ, ხო, ვნახოთ რომ იყოს იქ ოსტეოპოროზული არა, დავიკეთე ყველანაირი გამოკვლევა და ქალბატონ მარიამ, კონკრეტულად მაყურებელსაც აინტერესებს და მეც მაინტერესებს. აი, რა დანამატები უნდა მივიღოთ? ეს ძალიან პოპულარული თემაა ეხლა საკვებზე დანამატები. კონკრეტულად თუ შეგიძლიათ გითხრათ, რა უნდა მივიღოთ საკვებზე დანამატის სახით, რომ ეს ამან ხელი შეუწყოს ჩვენს ნაადრევ დაბერებას? ზოგადად პროდუქტები იყოფა ცოცხალი, მკვდარი და ტოქსიური პროდუქტები. ცოცხალი პროდუქტები არის ხილი, ბოსტნეული, მკვდარი მაგალითად ხაჭო და რძის პროდუქტები, რომელიც სოფლიდან შემოდის, ეს არის ცოცხალი პროდუქტი, მაგრამ სანტეს პროდუქტები, რომელიც იყიდება მაგალითად ეს არის მკვდარი, ის არ ზიანს გვაყენებს და არ სარგებლობს და ტოქსიურს უკვე რაც შეეხება კოკა-კოლა, წითელი ხორცი და ასე შემდეგ. ნებისმიერი სხვა ქართული პროდუქცია მარგრენა დასახელებელი ვარ. ძალიან ძნელია საქართველოში, კი არა და ყველა ქვეყანაში ალბათ ძალიან ძნელია სულ ორგანულზე და სოფლში. ძალიან ძვირი არის. ძალიან ძვირიც არის და არც გაქვს გარანტიები. მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ რომ არჩევანი გავაკეთოთ ცოცხალ და ნუ მკვდარ პროდუქტებზე. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანს არ აქვს ამის საშუალება, რომ წითელი ხორცი არ მას წითელი ხორცი აქვს მარტო, მეტი არაფერი არ აქვს. ვერ ყიდულობს ადამიანს შეუძლია ხორცი ფული გადაიხადოს, ის კარტოფილს უფრო ადვილად ხარშავს, ხო? მაგრამ ხორციც რო უნდა ხანდახან რო ჭამოს რა ქნას? ეს უკვე არჩევანია, ჩვენ დასრული ადამიანები ვართ და ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს. დიფერენცირება უნდა გავაკეთოთ. არ წაიკითხავს და ასე შემდეგ. არა, ძალიან ბევრი წაიკითხავს, მე დავინტერესდება წავიკითხო. ერთი კითხვა მაქვს. ერთი ადამიანი მაინც დამისახელეთ, რომელმაც გაიხანგრძლива თავისი ახალგაზრდობა, აი რაღაცა კონკრეტული მეთოდით, თქვათ, დაანამატებით, ან რა ვიცი რა შემოკიდე. თელ ჰოლივუდს მოგიყვანთ მაგის მაგალითად. იმ ჰოლივუდს ყველას სილიკონია. მე პლასტიკური ქირურგიის მომხრე საერთოდ არ ვარ, მე ვთვლი რომ პირიქით ეს არის კულტურა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა მიმართოს ამას. არ ხართ მომხრე პლასტიკური? ძალიან მომხრე ვარ პლასტიკური ქირურგიისაც და იმ პროცედურებისაც, რაც პლასტიკური ქირურგიის კლინიკებში კეთდება, ბიორევიტალიზაცია, თუ ბოტოქსია, თუ მეზოთერაპია, თუ ფილერია, თუ ასე შემდეგ, თუ სახისაჭიმო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს გვაძლევს გარეგნულ ეფექტს, მაგრამ შინაგანად ჩვენ თუ ამას შევუწყობთ ხელს იმ სხვა დამატებით რაღაცეებით, რაზეც ვისაუბრე, ეს მნიშვნელოვანია და სპორტი კიდე მე მინდა დავუბრუნდეთ ჩვენ კიდევ პირველ ნაწილს, აი რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ
რამდენიმე რჩევა მოგვეცით. კონკრეტული არ რჩევა, დავბერდეთ ჩვენ ძალიან ფილოსოფიაში ან გადავარდით ავიცილოთ ახლა. თავიდან ნაადრევი სიბერი. აი კონკრეტული რჩევა მაყურებელს რა შეგვიძლია მივცეთ. პოზიტიური აზროვნება. set of mind, ასე ინგლისურად უფრო კარგად გამოითქვა, პოზიტიური მოწყობა. აი რაც მე ვთქვი, შური. შემოქმედებითობა, ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანი იყოს შემოქმედი, კონდეს მიზნები და ასე შემდეგ. პირველი გვაქვს, მეორე გვაქვს. კი, უარყოფითი ემოციები მაქსიმალურად ამ ყველაფერს ავიცილოთ. ზოგჯერ ვერ აიცილებ, მაგრამ ამასთან უნდა შეგეძლოს ურთიერთობა ისე რომ შენი აურა არ დაზიანდეს. ჯანსაღი, სპორტი, დამატებით ეს კანის მოვლის საშუალებები რაც არსებობს კრემების თუ მეზოების თუ პლასტიკური ქირურგიების თუ ასე შემდეგ სახით. და რა ვიცი რა შეცდომებს უშვებთ ჩვენ? და დამატებით ამ დანამატების სახით ძალიან კარგი იქნება 30 წლის შემდეგ გამოდის ეს დანამატები დიასულფატის, კოენზიმ Q10-ის 50 წლის შემდეგაც მითხარით რა ქალბატონო. რა თქმა უნდა 50. იგივეა? იგივეა. ეგ მეშველა. ყველაფერი წინ გვაქვს, მაგრამ მაინც ერთი კითხვა მრჩება, რომელზეც ალბათ პასუხი არავის არ აქვს. აი ეს ყველაფერი რო ვაკეთო, აი ამ სახეს შევინარჩუნებ დიდი ხანი? შეინარჩუნებ. ზოგიკო, ის როა გადავიდე დანამატებზე, მაგრამ თუ კი დანამატი არ მიშველის, ალბათ ბოტოქს გავიკმარ, ბოტოქს არ მიშველის მე. კარავს მეზაინი ისეთი ორგანიზმი მაქვს, რომ არ იჩერებს არანაირ უცხოს ხეულს, ყველაფერს მდევნი იმ წუთასვე. ხედავ შენ. აი შეიძლება ესეც იყოს იმის პასუხი შენ რაც იკითხე წეღან, რომ ამას ვეწევი, ვირუჯები, ყველაფერს ვაკეთებ, მაგრამ შენ ორგანიზმს აქვს ამის რესურსი, რომ თვითონ, თუმცა ეხა გამახსენდა უცებ კოკოშანელი ამბობდა, რომ ქალი ისე გამოიყურება 50 და 60 წლის ასაკში, როგორც დაიმსახურაო. ანუ ეს მოვლა მაინც არის ძალიან მნიშვნელოვანი. აუცილებელია, მით უმეტეს დღეს იმდენი საშუალება არსებობს ამისთვის და იმდენი პირობა არსებობს, თავარია გქონდეთ ფული, გული და ნერვები ამისთვის. გული ნერვები ლექსად. გულიც არ არის ახლა ადამიანი რომ არის 100 კილო თუ არ შეუძლია ბენდუქიძის აუზე იაროს, ირბინოს კუსტბაზე. გეთანხმებით. თავარი ამის შინაგანი მოთხოვნილება ქონდეს ქალს. მართალი ნუ რა ვიცი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მე აუცილებლად წავიკითხავ, იმიტომ რომ მართლა დავინტერესდი. აქ რაც ვისაუბრეთ, ძირთადად ცოტა ფილოსოფიური იყო ჩვენი საუბარი, მაინტერესებს პრეზენტაცია როდის გაქვთ, რომ უფრო კარგად გავაცნო. პრეზენტაცია შემდეგი კვირის ბოლოსთვის იქნება და შეგატყობინებთ დეტალებს თარიღებს. ძალიან დიდი მადლობა. ცოტა გაავებული სახით გეკამათებოდით თემაზე, მაგრამ გვაწუხებს ეს პრობლემები და იმიტომ ნანიკო. სარგეში რომ ვიყიდები, სულ ყოველ დღე ხვდები, რომ რაღაცა ზედმეტი მაქვს. ნუ თუ კი არ გვიშველის აი ეს კონკრეტული რჩევები დანამატები, არსებობს პლასტიკური ქირურგია, მეგობრებო. ასე მშვიდად მივხვდით კარავს მედლაინში, რაღაცებს ეტყვით მოსთხოვს, ისინი დაგითვლიან, გამოგითვლიან და იქიდან ლამაზი გამოხვალ. სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარი იქნება კარპს მედლაინის ჩვენი მუდმივი პარტნიორის, პლასტიკური ქირურგი ბატონი კონსტანტინე მატჩაშვილი, რომელიც ლიპოსაქციაზე გვესაუბრება. მე ვთვლი, რომ დღეს ყველაზე მოთხოვნადი ოპერაცია. შეგვიძლია მკლავები დავეპატარაოთ, ღაბაბი ავიწიოთ, კასრები და ძალიან ბევრი რამ. მოკლედ კონსტანტინე თავად მოგვიყვება ამის შესახებ დროებით.